თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია. 22 და 23 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს. წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნეს სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები. ფორუმს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია. ამავე დღეს ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს კი აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში თბილისის ფინანსური სამიტი შედგება. ჩვენ ქვეყანას კიდევ ერთხელ იქნება შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო არეალზე ღირსეულად წარადგინოს ის მნიშვნელოვანი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის როგორც არის ანაკლიის ღრმაწვდომიანი პორტი, ახალი საერთაშორისო აეროპორტი, მაგისტრალური გზების მშენებლობა და სხვა ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს და ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და ამავდროულად უზრუნველყოფს, რომ გააძლიეროს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება შუა დერეფანში. Silk Road ფორუმი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმად და პლატფორმად იქცა იმისთვის, რომ არსებობდეს დიალოგი ქვეყნებს შორის, ეკონომიკური, პოლიტიკური, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთხელ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა გაამყაროს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება საერთაშორისო არეალზე და ღირსეულად წარადგინოს ჩვენი ქვეყნის ის მნიშვნელოვანი მიღწევები, რომლებსაც ყოველწლიურად ჩვენ შედეგების სახით ვხედავთ.